გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ამდენი ხართ. მე მთხოვეს, რომ აქ გამოსვლისას მესაუბრა ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე. ერთის მხრივ მე თქვა, რატომ სოციალური დემოკრატია და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. მეორის მხრივ აღმეწერა ალბათ მათი პრობლემების დღეს და ასევე მესაუბრა იმაზე, თუ ჩემთვის რაც ნიშნავს ამ ერთობის წევრობა. ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ დროში, სადაც სოფლიოში ის წესები და სისტემა, რომელიც თუნდაც ფასადურად გვასწავლეს, დაინგრა ძალიან მალე, დაინგრა რაღაცა ერთ თვეში და მივიღეთ აბსოლუტურად ახალი წესწყობილება, სადაც მორალი სისუსტეა, კონსენსუსი და რაღაცა დათმობა პოლიტიკაში სილაჩრეა და თუ ხარ იდეალისტი, ხარ საერთოდ სულელი თანამედროვე სოფლიოში, ვარ სოფლიოში, სადაც ძალმომრეობა გახდა მთავარი განმაპირობებელი პოლიტიკის კეთებისა. და ესე დროს ჩვენს ქვეყანაშიც მედროვეებმა როგორც წესია ხოლმე იდროვეს და ჩაიგდეს ქვეყანა ხელში და 20 წლისები ვართ და მეორე კონსოლიდირებულ ავტოკრატიაში ვცხოვრობთ უკვე. მეორე კონსოლიდირებულ ავტოკრატიაში ვცხოვრობთ, სიტყვა ესეც პოლიტიკოსებს გვემართება ხოლმე, რომ ესეც სიტყვებს ვიყენებთ გამოსვლებში, ანუ მეორე შემდგარ ავტოკრატიაში ვცხოვრობთ. და ძალიან რთულია ახალგაზრდისთვის, როდესაც ის არის ეკონომიკური ტყვე და დამოკიდებულია იმ ერთადერთ სამსახურზე, რომელიც აქვს, რომელიც ხელფასის არაფერში არ ყოფნის და რთულია მისთვის, რომ ამის პარალელურად ებრძოლოს ავტოკრატიას, მზარდ ავტოკრატიას. ძალიან რთულია, რომ მას არ კონდეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და პარალელურად მუშაობდეს და თან ებრძოდეს ავტოკრატიას. ძალიან რთულია, რომ არც განათლებაზე კონდეს ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური ტყვა იყოს და თან არც ღირსეული საცხოვრებელი კონდეს და სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ესე ცხოვრობს დღეს და ძალიან რთულია, რომ ეს ყველაფერი გჭირდეს, ავტოკრატია მყარდებოდეს და შენთან გიყვარდეს, მაგალითად ქალი, გინდოდეს, რომ ყავდეს მეგობრები და ეს ყველაფერი მოახერხო ერთად. და აი ამ ყველაფრის მერე, როდესაც ახალგაზრდები ყველა მხრიდან ტყუილს ხედავენ პროპაგანდიდან, გამოდის ყველა სამთავრობო პოლიტიკოსი და მარტო ტყუილს ლაპარაკობს, გამოდის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წლების განმავლობაში და ზუსტად იგივე მეთოდებით და ზუსტად იგივე რიტორიკით გელაპარაკება და თან კარგად თუ არ ხარ ჩახედული, შეიძლება ვერც გაარჩიო, რომელი მხარე არის, ისე გელაპარაკებიან. ტყუილს გეუბნება მღვდელი, მსახიობი, მუსიკოსი, ყველგან ტყუილია და ძალიან რთულია, როცა მსოფლიოშიც და ქვეყანაშიც ესეთი რაღაც ხდება, ოთახში არ ჩაიკეტო, რაღაცა შიშს არ მიეცე და არ იფიქრო, რომ ხარ მარტო. და ალბათ ყველა ახალგაზრდას გქონია ესეთი მომენტი და მან მინდა რომ მივმართო ეხლა ჩემ მეგობარ სტუდენტს, რომელიც ალბათ ესე ოთახში არის დაკეტილი და ნიჰილივს არის მიცემული, რომ ეს არ გუშველის. ოთახში ჩაკეტვა და ჩაწოლა ბევრს გონია, რომ შეიძლება ესე გავძვრით ავტოკრატიაში და როგორც იმ ძალიან გაცვეთილ ქართულ ფილმში არის სანდრო ბარათელივით მიწიდანაც ამოგთხრიან და იმის უფლებასაც აღარ მოგცემენ, რომ ოთახში მჯდარებმა ვიფიქროთ, რომ რაღაცა გვიჭირს და ვიფიქროთ ის, რომ ავტოკრატია არის და არათუ ხმა ამოვიღოთ ამაზე. და ჯერ კიდევ აი ის წამი, რომელიც არ გაძლევთ მოსვენებას ოთახში ყოფნისასაც, რომ შეიძლება რაღაცა გააკეთოთ და იბრძოლოთ, ჯერ კიდევ არსებობს ამის შანსი და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ მეტნი. აი ოთახში დარჩენილი რაცა შიშს მიცემული ახალგაზრდები ვართ გაცილებით მეტნი, ვიდრე ისინი, ვისაც ის ყველაფერი აქვს, რაც მე წეგან ჩამოვთვალე. ეს ყოველთვის ესეა, თუმცა ავტოკრატია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი ვერ დავინახოთ. თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ ოთახებიდან ბრძოლის ჟინით. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ალბათ ეხლა უნდა გეუბნებოდეთ, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ან სოციალური დემოკრატია არის საუკეთესო ვარიანტი შემდეგ ბრძოლისთვის და ჭირსაც წაუღია ავტოკრატიაში ყველა პოლიტიკური იდეოლოგია და აი ეხლა სამ ჩვენი მემარცხენე მეგობრები, რომლებიც ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე არა მყარი იდეოლოგიური ფუნდამენტის გამო იფიქრებენ, რომ კიდე ერთი ისმი რაღაც არის, მაგრამ გავიხსენებ და აი ჩემ მეგობარ სტუდენტებს ვეთქვი ერთი არგენტინელი რევოლუციონერის ციტატას, რომ თუ შენს აი ოთახში მჯდარო შეშინებულ სტუდენტო ისევე გაღელვებს ის უსამართლობა, რომელსაც ახლისკენ მიმავალ გზაზე ხედავ, ადექიდა უბრალოდ შემოგვიერთდი, ჩვენ ვერ გთავაზობთ გზაპასუხებს უმეტესობა საკითხებზე, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრ შეკითხვაზე დავაგროვეთ პასუხები, მაგრამ მე პირდებით, რომ თქვენ იპოვით ადგილს, სადაც მოგისმენენ. იპოვით ადგილს, სადაც არასდროს დაგტოვებენ მარტო. იპოვით ადგილს,
სადაც თქვენ საწუხარს თქვენთან ერთად გაიზიარებენ, შემდეგ გააპოლიტიკურებენ და თქვენთან ერთად ეცდებიან, რომ ეს გახდეს პოლიტიკური საკითხი. ეს არის ადგილი, სადაც არ შენ წინ ივლიან და არ შენ უკან. შენ გვერდით ივლიან და როცა დაგჭირდება მხარსაც მოგცემენ და ხანდახან გაგაჩერებენ. მე ხშირად მაჩერებენ ხოლმე. ჩვენი მეგობრები. ხშირად გაგაჩერებენ და მე ძალიან მეშინია ხოლმე, რომ ჩემ ჯიბეშიც აღმოჩნდება აქციის მერე, ან რაღაცა გამოსვლის მერე, რაღაც უცხო ნივთიერება მეშინია, რომ ჩემ მშობლებსაც დააჯერებენ რაღაც სიგიჟეებს, ჩემ ახლობლებს და მეგობრებს, როცა და ჩემ საუკეთესო წლებს, როგორც ის ბიჭები, რასაც გვაჩვენებენ, მეც გავატარებ ციხეში. მაგრამ აი ესე ოთახში რომ ჩავიკეტები, უცებ ტელეფონზე შემოვა ლეკა ფასურის ნოტიფიკაცია, რომ რაღაც უნდა გააკეთო მოძრაობისთვის. ნიკა წიქარიძის მესიჯი, რომ ბიძინა გაიქცა და სოციალიზმი დამყარდა. და ესეთი ასობით მესიჯი და თავისთავად ეს კი ამას კი არ გამოყავხარ შიშიდან გამოყავხარ იმას, რომ ზუსტად იცი, რომ აი ეს ადამიანები მთებს გადადგამენ. და რა ვიცი, ცამდე აიტანენ შენ სიმართლეს და არავის მიცემენ იმის უფლებას, რომ აი ეგ წაგართვან, აი ეგ სიმართლე და ბოლომდე გამოყვებიან. არაფრისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არ ხარ, თუმცა თუ გადარჩენა გვინდა, უნდა ვიყოთ ერთად. და მე მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ და პირობას გაძებთ. ამ ხალხში მე არ დავწუნებულ ვარ შარშან 17 თებერვალს, ამით დავასრულებ 2 წლის წინ იანვარში იმ უბანში, სადაც მე დავიბადე. ერთ-ერთ ოჯახს ასახლებდნენ სახლიდან, არავის არ ვიცნობდი მაშინ თითქმის და იქ მივედი და მეგონა რომ მთელი უბანი იქ დამხვდებოდა და ეს არ მოხდებოდა. არა იქ დამხვდა 200 ერთმანეთისთვის თითქმის უცნობი ადამიანი, რომელიც იდეის გამო ხედავდი, რომ საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლესაც კი წირავდნენ, რომ აი ეს ოჯახი არ დარჩენილიყო ქუჩაში და მთელ სახელმწიფოს დაეჯახნენ იმ დღეს და მაშინ ვთქვი, რომ ეს ის ხალხი არის, ვისთან ერთადაც მინდა რომ მე ვიბრძოლო აი მზარდ ავტოკრატიაში, რომელშიც ვარ.